გამარჯობათ. რამოდენიმე საკითხზე მინდა გესაუბროთ, რასაც ხშირად ურევენ ერთმანეთში, ეს არის ფაშიზმი და ნაციზმი. ფაშიზმი არის იტალიური წარმოშობის და ნიშნავს ადამიანების ან რაღაც საზოგადოების შეკავშირებას. და ნაციზმი ნიშნავს გარკვეული ნაციონალობის, ანუ ეროვნების ერთად შეკავშირებას. მათში განსხვავება ძირითადად არის რა. ნაციზმი მოიაზრებს, რომ სახელმწიფო უნდა აშენოს ერთმა ერმა და მთავარი არის ეს ერთი ერი, განსაკუთრებული ერი. ერთი ნაციონალობის ერი. ხოლო ფაშიზმი გულისხმობს, რომ სახელმწიფო უნდა აშენოს ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც არიან ერთგული ამ სახელმწიფოს მიმართ. ამიტომ დაუკვირდით ტერმინებს, ნუაურებთ მას, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბოლშევიკებზე და მენშევიკებზე, ეხლა ჩვენ უკვე განვიხილეთ ფაშიზმი და ნაციზმი და კიდე გავაგრძელებთ ტერმინებზე და სხვადასხვა სიტყვებზე საუბარს. რატომ შეეგუა ესე კარგად კაპიტალიზმი დემოკრატიას? იმიტომ რომ თვითონ სიტყვა კაპიტალიზმი გულისხმობს კაპიტალისტებს და რაიმე კაპიტალს მათ ხელში. და იქედან გამომდინარე, რომ ეს კაპიტალი სადღაც უნდა დაბანდდეს, მათ უნდათ თავისუფალი წვდომა სხვადასხვა ქვეყნების სიმდიდრეების მიმართ. რასაკვირველია, დემოკრატიას მოყობა თავისუფალი ბაზარი და ეს გაუთავებელი რაღაც ინვესტორები და კეთილის მსურველები საზღვარგარეთიდან. და აი ზუსტად ამისათვის არის მოგონილი დემოკრატია, რომ უცხოური კაპიტალი დაუბრკოლებლად შემოვიდეს და აითვისოს სიმდიდრე. არც ერთი ქვეყნის სასარგებლო წიაღისეული არ არის უშრეტი და როდესაც კაპიტალი აითვისებს ამა თუ იმ ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულს, ის უკვე ეძებს სხვა ქვეყანაში მის დაბანდების საშუალებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც სჭირდება კაპიტალიზმს, ეს არის უმუშევრობა. იმიტომ რომ კაპიტალიზმს ყოველთვის უნდა შეეძლოს მიგითითოს კარებზე და თქვას, რომ ის სხვას დაიქირევებს. ამიტომ როდესაც საუბარია, რომ ვიღაც ებრძვის უმუშევრობას კაპიტალისტურ წყობაში, ეს არის ტყუილი. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.